პრობლემების მეტი რა არის? აბსოლუტურად ყველაფერი პრობლემაა. მე ესე ვფიქრობ. აბსოლუტურად მოშლილია ყველანაირი სტრუქტურა. ძალიან დიდი პრობლემებია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უნდობლობა მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ერთ საქმეს არ ვაკეთებთ. ჩემი აზრით საშინელი პრობლემებია. უმიზეზოდ უკვე ერთმანეთს დაატაკეს ქართველები და საშინელება ხდება. მე არ მინდა სამოქალაქო ომი ნამდვილად. მთავრობას თუ ტვინი აქ თავში, ასე არ უნდა გაწიროს ქართველი ხალხი. უნდა არჩევნები დანიშნოს და გამოუშვოს ეს დაჭერილი ბავშვი. ეხლა რა თქმა უნდა არ მომწონს რომ ხალხი ცოტა რაღაც დაძაბულია ერთმანეთთან, არ უნდა იყოს ესე. უნდა გაერთიანდეს, მაგრამ მაინც მგონია რომ სწორი მიმართულებით მიდის მოკლედ. ჩვენ ქვეყანაში პრობლემები ყოველთვის იყო არის და იქნება. სანამ არ დაწყანდება ეს ქვეყანა, სანამ არ იქნება რეალური ჭეშმარიტი ხალხი თვითონ რეალურად არ იმსჯელებს, არ შეხედავს საღად, არაფერი არ გვიშველება. მე მჯერა ჩემი ხალხს რომ ყველაფერი კარგად იქნება. პრობლემები ასე თუ ისე შეიძლება ბევრი იყოს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის ახლა მე მიუხედავად იმისა, რომ ხედავ ამ ყველაფერს და ვასტაბილურებ რა ყველაფერს რა ახლა ჩვენთვის მთავარი მშვიდობაა რა. მშვიდობა გამოიხატება იმაში, რომ არ უნდა ვაქციოთ ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება, იგივე დაუშვათ რაც ხდება უკრაინაში რა. ეს არ უნდა მოხდეს. მთავარი ეს არის, თორე პრობლემები შეიძლება ყველა ქვეყანაში და ყველა წარმატებულ ქვეყანაში იყოს რა. ძალიან ბევრი, ზოგადად ძალიან ბევრი და კონკრეტულად უფრო ფინანსური მოსახლეობას ფინანსური პრობლემები აწუხებს უმეტესობას. პრობლემები ბევრია, მაგრამ ამ მთავრობას ხელი არ უნდა შეუშალოთ მუშაობაში. ეს არის მთავარი. ყველაფერს კარგად მიყვებიან. მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ენა მამული სარწმუნოება, ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ, ვაცალოთ ამ ხალხს მუშაობა. ამათ ვერ გურგეთ მე რა ვიცი. პრობლემები, რა ვიცი. როგორ გითხრათ, მშვიდობა არის მთავარი რომ იყოს რა, იმიტომ რომ უნდა დაწყდეს ეს სიტუაციაც არის, ალბათ ეს მოქმედებს მეტად ადამიანებზე. ძალიან დიდი პრობლემებია და აუცილებლად გავასწორდება ყველაფერი და გავიბარჯვებთ ყველაფერი კარგად. უარესი დღეები ქონია საქართველოს და რა ვიცი, როგორც ყოველთვის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება ეს ყველაფერიც.